სამსახურიდან ბრუნდები და ახლა სახლთან მდებარე პატარა საოჯახო სამზარეულო კაფეში, ის ეზოში ვარ, არაჩვეულებრივად ამზადებენ და მე ვფიქრება კვლავ გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია ახლა ის კითხვა, ვინ ჩაუშვა გრიგოლ ლილუაშვილი, მაგალზე მაღალი ალბათობით ეს არის რომეო მიკაუტაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თუმცა ვის ჩაუშვებს თავად ლილუაშვილი, ეს კიდევ უფრო საინტერესო კითხვა და ვინ იქნება მორიგი მსხვერპლი. მოდი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, არა ბიზინა ივანიშვილისა, არამედ ირაკლი კობახიძისა თითქოს ერთმანეთისაგან და გაუმიჯნოთ თავარ ბანდიტი და ფსიქიკურად შეშლილი ბიზინა ივანიშვილი და ასევე მეორე მთავარ ბანდიტი და ასევე ფსიქიკურად მაღალი ალბათობით კი არა ნამდვილად შეშლილი ირაკლი კობახიძე, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ვერსიას შემოგთავაზებთ ახლა, რომ ირაკლი კობახიძე ბიზინა ივანიშვილისაგან იღებს ნებართვას გარკვეული რეპრესიული ქმედებების ჩატარების თაობაზე, თუმცა ამასობაში ძლიერდება სხვათა შორის გია ხუხაშვილმა ძალიან საინტერესო, მოდი ასე ვთქვათ, საინტერესო ვერსია შემოგთავაზა ტვ1-ის ეთერში, მან ბრძანა შემდეგი რამ, რომ ბიზინა ივანიშვილს აშანტაჟებს მოსკოვზე დამოუკიდებლად გასული ირაკლი კობახიძე და აშანტაჟებს, გაგიკვირდებათ ახლა ვისაც დავასახელებ, აშანტაჟებს ბერა ივანიშვილის, მეც მსმენია, რომ არ მოგატყუოთ, თუმცა მადასტურებელი ფაქტი გასაკვირველია არ მაქვს, რომ ბერა ივანიშვილი გაგიკვირდებათ კიდევ ერთხელ და აკონტროლებს რამდენიმე მსხვილ კოლ-ცენტრს, რომლებსაც ფული შემოაქვს ჩვენს ქვეყანაში, აი ფული თუ ტრიალებს სადმე კი არა საზოგადოებაში, ამ ფულის გარკვეულზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კოლ-ცენტრებიდან შემოსული ფულია. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არაჩვეულებრივად რომ ფლობენ ინგლისურ ენას 20-დან 25-26 წლამდე, ისინი ასე სტერეოტიპულად რომ ამბობენ, გაყვლეფით ამერიკელი თუ ევროპელი პენსიონერების გაყვლეფით არიან დაკავებულნი და ხმების თანახმად, კვლავ ვიმეორებ, ვერ ვადასტურებ, თუ ამ კოლ-ცენტრების ნაწილი კონტროლდება სწორედ ბერა ივანიშვილით და ბერა ივანიშვილის უკაცრავად რუსული სიტყვისთვის სასტავით, კუჩის სასტავით და კიდე რაღაცა ბობოლებით, რომლებიც უშუალოდ ბიზინა ივანიშვილზე ვერ არიან გასულნი, მაგრამ ბერა ივანიშვილისაგან კი აქვთ ნება იმის თაობაზე, იმის ნება მიცემული, რომ ამგვარი კოლ-ცენტრები გააკეთონ და ბერა ივანიშვილი არის ყველაფრის თავსა და თავში 9.8% არის ჩვენი ეკონომიკური ზრდაო, რომ ამბობს ბანდიტი კობახიძე, 9.8% ჯერ ხო არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეგრეთ წოდებული ზრდა გარკვეულწილად მაინც დაფუძნებული არის ამ კოლ-ცენტრებზე, აქედან შემოდის, აი ქეში ფული როგორც ასეთი საზოგადოების ნაწილში, მაინც ასე ვიტყვი, არის სწორედ აქედან და კობახიძეს კვლავ მიმეორებ, თითქოს აქვს განზრახული, რომ ეს ყველაფერი მოაშთოს, მაგრამ იქნება და ჩაენაცვლოს თვითონ და მისი კლანი ჩაენაცვლოს ღარიბაშვილს, ან ვერა ივანიშვილის, ან ილუაშვილის, ან სხვათა კლანებს, იქნება და გადმოიბარონ ეს ბიზნესები. მოკლედ, ერთი ვერსიის თანახმად ჩვენ ადრე იქნება თუ გვიან მოგვიწევს არჩევანის გაკეთება ბიზინა ივანიშვილსა, დასუსტებულ ბიზინა ივანიშვილსა და გაძლიერებულ ირაკლი კობახიძეს შორის. ცხადია, საზოგადოების ერთ ნაწილს ექნება სრული უფლება თქმისა, რომ ერთი ჭირს წაუღია და მეორე კი ერთი ქარს წაუღია თუ წყალს წაუღია და მეორე კი მეწყერსო, მაგრამ საზოგადოების მეორე და მნიშვნელოვან ნაწილს ჩემი მოსაზრებით ნაკლები ბოროტება ექნება ასარჩევი, მეც იმ ჭკუაზე ვარ და ვიქნები მაღალი ალბათობით, რომ წყალსა და მეწყერს წაუღია ერთიც და მეორეც. მოკლედ, კობახიძე ძლიერდება, კობახიძის გაძლიერება პრინციპში ბიზინა ივანიშვილს არ უნდა აწყობდეს, მაგრამ იქნება და იძულებულია, იქნება და სხვა გამოსავალი არ აქვს. მას სჭირდება სხვა საყრდენი, ალტერნატიული საყრდენები, როგორც თავის დროზე ღარიბაშვილს შეუქმნა კობახიძე, ასევე მას ახლაც სჭირდება პირები, რომლებსაც ის დაეყრდნობა, მაგრამ არის კი ის საკმარისად ძლიერი, იქნება და ძალიან
დასუსტებულია ბიზინა, ბორია ივანიშვილი, რომელმაც ეს სისტემა შექმნა, თევზია კი ბევრჯერ გვითქვამს, რომ თავიდან ყარს ეს სისტემა შექმნა, ფული აშოვნინა გარკვეულ პირებს, ამ მაფიოზურ სქემებში შეათრია და ვისაც დათესვა უნდა, ვისაც ამ ჩასაძირად განწირული გემიდან წასვლა უნდა, მათ კი კობახიძის ხელით დაარტყა და იქნება ბიზინა მხარა და კობახიძე გამოთხარა, მე რა ვიცი, საბოლოო ჯამში. დიახ, კირსაც წაუღია ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა, გასაკვირველია, ამასობაში ქვეყანა რომ ზიანდება, ქვეყანის თავდაცვის მინისტრი რო თურმე ფულს შოულობს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რო ფულს შოულობს და სხვა არაფრით არ არის დაკავებული. ქვეყნის უშიშროების, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რო თურმე ფულს შოულობს, ეს ახლო წარსულში. ხო, ეს დასტურდება ამათ მიერვე, რომ მე კი არ ვიგონებ ამას, ან მედია კი არ აბრალებს, არამედ თავადვე ადასტურებენ. აი ამ დღეში მოიყვანეს მათ ქვეყანა, აი ამ დღეში აღმოაჩინეს მათ ქვეყანა. ეს არის მთავარი. ვინ ვის? თუ ეს ვერსია სწორია, ვინ ვის? ირაკლი კობახიძე ბიზინა ივანიშვილს, თუ ბიზინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს, თუ ამ ვერსიას გავხვევით. ამასობაში კალაძე ჭიაღუას ერთიც მიჭყლიტავს და მეორეც გასაკვირველია მოჭრილავს ბარემ ვიტყვი ამასაც და საბოლოო ჯამში პატრიოტი მოქალაქისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ და სწორი არჩევანი არის ეს. ერთი წყალს წაუღია, ხოლო მეორე კი მეწყერს. ნახვამდის.